იცით, რომ საუკუნის წინ მოდისა და ხელოვნების დედაქალაქ პარიზში გამოვიდა წიგნი, რომელიც მთლიანად ქართულ მხატვარს მიეძღვნა. წიგნის ავტორი ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი მორის რენალი, წიგნის გმირი კი ლადო გუდიაშვილი იყო. გუდიაშვილი 130 წლის წინ თბილისში დაიბადა. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ მისი შარჟების გამოქვეყნება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა ლადო მხოლოდ 18 წლის იყო. 20 წლისა უკვე ქართველ ხელოვანთა საზოგადოების დამფუძნებელი და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაშიც მონაწილეობდა. იქ დეტალურად სწავლობდა ქართულ ფრესკებს, რაც მოგვიანებით პრაქტიკულ ცოდნად აქცია. 1919-ში პოლიტიკაშიც უცდია ბედი. დამფუძნებელი კრების არჩევნებში მიიღო მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტიდან ესტეტიური ლიგა პატრიოტების, რომელშიც მასთან ერთად პავლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, იაკობ ნიკოლაძე, პავლე ინგოროყვა და სხვაებიც შედიოდნენ. მაგრამ ესტეტებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს და კანონმდებლები ვერ გახდნენ. თუმცა ამას გუდიაშვილის წინსვლისთვის ხელი არაფრით შეუშლია. 1919-ში, როცა მწერალთა საზოგადოებამ თბილისის გამგეობისგან რესტორანი შეიძინა და ქიმერიონი დაარქვა, მის კედლებს სხვებთან ერთად სწორედ გუდიაშვილის ნახატები ამშვენებდა. ახალგაზრდა ფერმწერის ნიჭიერება მხატვართა საზოგადოებასაც არ გამორჩენია და გუდიაშვილის სახელმწიფო სტიპენდიით პარიზში გაუშვეს იმდროინდელი და შემდგომი ეპოქის კიდევ არაერთ ლეგენდასთან, დავით კაკაბაძესთან, შალვა ქიქოძესთან და ელენე ახვლედიანთან ერთად. იქ 7 წლის განმავლობაში რონსონის აკადემიაში სწავლობდა, 1922 და 25 წლებში პარიზში ორი პერსონალური გამოფენაც მოაწყო და მისი იმდროინდელი ნამუშევრები ბევრ კერძო კოლექციაში გაიბნა. სწორედ იმ პერიოდში დაწერა მორის რენალმა გუდიაშვილზე მონოგრაფია, რომელიც მერე ცალკე წიგნად გამოიცა. პარიზში მონპარნასზე ცხოვრების დროს გუდიაშვილმა გაიცნოდა პროფესიული ურთიერთობა ჰქონდა ამადეო მოდილიანისთან, პაბლო პიკასოსთან, ანდრი მატისთან, მორის უტრილიოსთან. 1923-ში კი მისი ნახატები ნიუ-იორკის ლეგენდარულ ახალ გალერეაში სწორედ მატისის და მოდილიანის ნახატების გვერდით გამოიფინა. როგორც უცხოეთში ნაცხოვრები და კავშირების მქონე, დიდხანს საეჭვო პიროვნებად მიიჩნეოდა. 1946 წელს პარტიიდანაც გარიცხეს მიზეზი თბილისის ქაშვეთის ეკლესიის მოხატვა გახდა. თუმცა საბოლოოდ მისი ნიჭიერება ყველამ აღიარა და დააფასა და არა მხოლოდ როგორც მხატვრის. ცნობილია ფაქტი, როგორ ასწავლა გუდიაშვილმა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის თხოვნით მსახიობ გიორგი შავგულიძეს საცეკვაო ილეთები ერთ-ერთი სპექტაკლისთვის. თავად გუდიაშვილის ცეკვა კი მხატვრულმა ფილმმა მზე შემოდგომისამ შემოგვინახა, როგორც ლადო გუდიაშვილის მრავალმხრივი ნიჭიერების კიდევ ერთი დასტური.